ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობის, დადგა იმის დრო, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რითი იყო დღევანდელი დღე საინტერესო ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში, ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. გიგა კვანეტაძე საკმაოდ გულუხვი მუსიკოსი აღმოჩნდა. ის უპრობლემოდ ჩუქნის თავის სიმღერებს ქართულ მომღერლებს. უფრო მეტიც, ჩასაწერად თავის სტუდიასაც თავაზობს. მომღერლები უსიტყვოდ იღებენ ამ საჩუქარს და დიდი სიამოვნებითაც მუშაობენ მასზე. ამჯერად გიგას საჩუქარზე, ანუ სიმღერაზე ქეთა თოფურია მუშაობს. ღამე ფერებოდა, გული გულს ვერ ხვდებოდა, ენატრებოდა. ეხლა ვიმყოფებით სტუდია ორფეიში, გიგა კვანეტაძესთან, წერ მის სიმღერას, რომელიც მაჩუკა ძალიან მომწონს მე პირადად და ნუ ესე თავიდან რაღაც სულ ცდილობდი რომ მოვსულიყავი აქამდე, რომ მაჩუკა სიმღერა და როდის შეხვდეთ, ვერ მოვახერხე და როგორც იქნა დღეს მოვედით აქამდე და ნუ გამართე თავიდან. ნუ რა შეეხება კლიპს, გადაიღება, ოღონდ მიიქნება რეჟისორი რაღაც არ ვიცი ჯერჯერობით, იმიტომ რომ ამ წუთას გადაწყდა რომ ფურცელაძე შემოვიდა სტუდიაში, შემოვარდა და გადაწყვიტა რომ საქსოფონს წერს. რა შეეხება ახალ ალბომს, გამოვა უკვე ალბათ სექტემბრისთვის, უკვე მუშაობთ, 3 სიმღერა დამჭა გასაკეთებელი და რა თქმა უნდა ეს სიმღერა შევა აუცილებლად. სიმღერა მე დავწერე ქეთასთვის, უბრალოდ დავწერე და ტექსტი დავწერე და შემდეგ გადავწყვიტე რომ იქიდან გამომდინე რომ ეს დიაპაზონურად არის ძალიან ფართო სპექტრის სიმღერა, გადავწყვიტე რომ ქეთასთვის მიმეცა და სწორადაც მოვიკეცი. ჩვენი გამოშვებებიდან იცით, რომ სოფლიო შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, რიჩარდ გირი, ვიტნი ჰიუსტონი, სტივენ სპილბერგი და სხვაები ისრაელში იმყოფებოდნენ სოლიდარობის პროგრამით. თქვენ წარმოედგინეთ მათთან ერთად ჩვენი მომღერალიც მარიაც იმყოფებოდა, რომელმაც ისეთი შტაბ-ეჭრილება მოახდინა პრეზიდენტის ვაჟზე, რომ ყველა აალაპარაკა. ახლა იმაზეც ფიქრობენ, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა. მარია მოწვეულია ისრაელის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ უდაბნოს ფესტივალზე, რომელსაც 40,000 მაყურებელი დაესწრება ქალაქ არადაში. მე შევხვდი მარიას და ვიზრუნებ, რომ საქართველოს მონაწილეობა მიიღოს ევროვიჟენის კონკურსში. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.